პირველ რიგში მე უნდა ვთქვა, რომ აქ ეს ოვაციები დაიმსახურა სამოქალაქო საზოგადოებამ, ხომ, საქართველოში, ანუ ფართო გაგებით და აქ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი სამოქალაქო სექტორზე, საუბარი არის სამოქალაქო საზოგადოებაზე, სხვადასხვა ჯგუფებზე, რომლებიც იბრძვიან, რომლებიც არიღლებიან, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან, უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხომ, აი ეს უნდა გვახსოვდეს და რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის აღფრთოვანების საგანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებში და ძალიან ბევრი თვითონ ეს ევროპის წევრი ქვეყნებიდანაც სულ საუბრობენ, რომ აი ჩვენ გვახსენებთ რა არის ეს ევროპისთვის და ევროპული ღირებულებისთვის და დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა, იმიტომ რომ ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს თითქოს ისეთი მოცემულობა იყო, ამაში დავიბადეთ ჩვენ და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის რაღაცა განსაკუთრებული და ამისთვისაც მადლობას გვიხდით. და განსაკუთრებული არის და ხაზგასასმელია მათი გვერდში დგომაც, მათი თანადგომა, რა თქმა უნდა და დღევანდელი ანგარიში და მიღებული დოკუმენტიც ალბათ სწორედ ამას მოასწავებს და მინდა რომ აი სწორედ ამას დავუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ ძალიან კარგად იციან დეტალურად რა ხდება საქართველოში და რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს არ არის მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ რეფორმებს, ხო? აქ ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ გავლენებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს და ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, რა გადაწყვეტილებებსაც იღებენ, ზუსტად ემსახურება იმას, რომ საქართველო დაშორდეს ევროკავშირს. ამიტომ ხდება ამ კანონების მიღება, ამიტომ ხდება ეს დაპატიმრებები, ამიტომ ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ, ამიტომ მუშაობს მთელი სისტემა, ხომ, სასამართლო, პოლიცია, აბსოლუტურად ყველა იმისთვის, რომ ის ხალხი, რომელიც დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის, მათ წინააღმდეგობა გაუწიონ და პრობლემები შეუქმნან, ხომ? ეს ყველაფერი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის არის გასაგები. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ხდება იმიტომ, რომ რუსეთი შემოდის, რუსეთის უნდა რომ მისი გავლენის ქვეშ იყოს საქართველო, რუსეთს უნდა რომ საქართველო ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი სახელმწიფო. და ამის პასუხად დაანონსდა აქციები, კვლავ კონკრეტული სახელები და გვარებია დასახელებული და ეს არ არის მხოლოდ ნაწილია, რა თქმა უნდა, მათი ოჯახის წევრებიც ოცნებაზე რა გავლენას ახდენს ეკა ეს ყველაფერი, ანუ აი ამ ასეთი რეზოლუციების, ასეთი დოკუმენტების შემდეგ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ქართული ოცნება ქცევას შეცვლის და დაუშვათ ჩანიშნავს ახალ არჩევნებს ან გამოუშვებს პოლიტპატიმრებს. დღეს შეფასება იყო, რომ ჩალისფასი აქვსო ჩვენთვის, როგორც კარგით ეხლა თვითონ ჩალისფასი რომ მქონდეს და ევროპა რომ მათთვის არაფერს არ წარმოადგენდეს, თავის ოჯახის წევრებს ევროპაში სასწავლებლად არ გაუშვებდნენ, ხომ? და ანგარიშებსაც ევროპაში არ გახსნიდნენ და ბინებსაც ევროპაში არ იყიდნენ, ხომ? ანუ თუ მათთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, რომ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ევროპაში, მაშინ რატომ იწყობენ ცხოვრებას იქ, ხომ? ამიტომ ახლა გასაგებია, რომ არ გამოვლენ და არ დაიწყებენ საუბარს, რომ რაღაცა ეს მათ შეეხოთ, მაგრამ ეს მათ შეეხოთ ნამდვილად და მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის კონკრეტულ ახლა ერთის მხრივ ახლა გასაგებია, რომ ძალიან პრობლემური არის ფინანსური სანქციები, რომელიც მათ დაუწესდათ, მაგრამ არანაკლები არის თვითონ ეს სავიზო შეზღუდვებიც, ხომ? ახლა როდესაც ერთი ქვეყანა სავიზოს შეზღუდვას უწესებს კონკრეტულ პირს, სხვა ქვეყანაში მისი გადაადგილებაც ევროპის წევრ სახელმწიფოშიც არის პრობლემური, იმიტომ რომ საზღვარზე კარგად ჩანს და ხედავს მესაზღვრე, რომ სხვადასხვა ქვეყნების მიერ არის დასანქცირებული ადამიანი. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ბანკებში ანგარიშებს ვეღარ გახსნიან და გაუჭირდებათ ბიზნეს ურთიერთობები სხვა ქვეყანაში. მაგრამ იგივე ის შეზღუდვები, რომელიც იგივე დიპლომატიურ და სამსახურებრივი პასპორტის ფლობელებისთვის დაწესდა, ხომ? მაკა ბოჭორიშვილი თავისი ბოლო ვიზიტში ევროპაში იმყოფებოდა ვიზით.
მან შეიტანა განაცხადი და ვიზა აიღო. ანუ ის რაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ძალიან მარტივად გააკეთონ, ამ შემთხვევაში ამ ქალბატონმა ეს ვერ გამოიყენა, ხო? ფაქტია, სანქციები მუშაობს, ეკა. სანქციების შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ დღევანდელი გადაადგილებები ქართულ ოცნებაში, როდესაც მთავარი პროკურორი გადააყენეს დასანქცირებული სხვათა შორის და ის აუდიტის სამსახურის უფროსად მთავარ აუდიტორად დაინიშნა. მოკლედ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასანქცირებულ მაღალჩინოსნებს აკრობენ, ასე ვთქვათ, რაღაცა უფრო ესეთი მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან. ეს არის სანქციების შედეგი თუ თქვენ ამაში რამე სხვას ხედავთ კიდევ? ნამდვილად არ ვიცი რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად რომ უყურებთ პროცესებს, ძალიან ბევრი რომელიც ფინანსური სანქციების ქვეშ იყო, წავიდა მნიშვნელოვანი თანამდებობებიდან, მოდით ასე ვთქვათ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ცხადია, აქ ასევე ვიცით რომ ზოგიერთი პირი ძალიან დაახლოებული იყო ბიძინა ივანიშვილთან და როგორც ჩანს თავისი მართვის წესი მან შეცვალა, იმიტომ რომ ეს პირები ესეთი ერთგულია, სხვა არ მგონია რომ ვინმე იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბევრი წლის განმავლობაში ეს ხალხი ემსახურებოდა მას პირადად და შესაბამისად ხო მე მგონია რომ ეს რაღაც ახალია, მაგრამ მე რომ თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, რა მოახდენს გავლენას, ხო? ანუ მოახდენს გავლენას როგორც ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, ხო? ანუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა პასუხისგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე არ უნდა სხვას არ უნდა გადავაბაროთ. და ხო, არ უნდა ვიყოთ ამის იმედად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. დიახ, ჩვენ ყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში, ხომ? ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, ისინი რა თქმა უნდა უყურებენ ქართველი ხალხის ბრძოლას, რა თქმა უნდა მხარში დაუდგებიან და ყოველთვის იქნებიან ქართველი ხალხის გვერდში, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გვაქვს, ჩვენი გასაკეთებელი საქმე გვაქვს და ეს არის აქტიურობა ქვეყნის შიგნით და ის მიტინგები, რომელიც ტარდება, და ზუსტად ეს არის, რაც აფიქრებინებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ღირს საქართველოზე ყურადღების დახარჯვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დემოკრატიისთვის მებრძოლების გვერდში იდგნენ და ასე შემდეგ. ამიტომ ქვეყნის შიგნით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, ეს არის აქტიურობა, ეს არის აქციები, ეს არის წინააღმდეგობის ოპოზიციის სადმიც იყო მოწოდება, პრეს-რელიზშიც არის ამაზე საუბარი და ზოგადად კრიზისის განმუხტვის გზად დასახელებულია ახალი არჩევნები, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზეც ვნახეთ ჩვენ ჩანაწერი ის რომ ეს შესაძლებლობა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, თუმცა იქვე არის ნათქვამი, რომ აი ამ ვითარებაში, ამ პირობებში, ანუ უნდა იყოს თავისუფალი გამჭვირვალე გარემო და ასე შემდეგ და მე წავიკითხე უფრო ვცლად ეს ციტატა ჩემს მონოლოგში. რას ნიშნავს ეს ჩანაწერი? თქვენ როგორ ახსნიდით ამას, იმიტომ რომ აქ სხვათა შორის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა ოპოზიციის მხრიდან, ამიტომ და თქვენ კერძო საუბრებშიც გექნებოდათ შესაძლებლობა ამაზე რაღაც ყურადღების გამახვილების და აი რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ ეს ჩანაწერი? ანუ მოუწოდებენ რომ მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, თუ საარჩევნო გარემო იქნება შეცვლილი, მოწოდება იყო ერთიანობისკენად სხვათა შორის. იცით, ძირითადად ახლა ეს ანგარიში ადამიანის უფლებებს ეხება, ის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც პრეს-რელიზში არის, მართალი გითხრათ, ჩვენთან განხილული ნაკლებად იყო, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად საუბრობდით იმ გარემოზე, რაც გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში, ხომ? და ზოგადად ინსტიტუტებზე და ასე შემდეგ. თუმცა ახლა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი საუბრები არის ხოლმე სხვადასხვა ადამიანებთან, ხო? მათ შორის დასავლეთშიც, ხო? ისინი კითხულობენ, აი რა მოხდება ადგილობრივ არჩევნებზე, აი არ მონაწილეობს თუ არა ვინმე რომელიმე პოლიტიკური პარტია ადგილობრივ არჩევნებზე, აქვს თუ არა შანსი, არის თუ არა მოლოდინი, მოდით ესე ვთქვათ, არის თუ არა მოლოდინი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ასე შემდეგ და აქ ახლა ყველასთვის ნათელია, ხო? რომ
მაშინ, როდესაც ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია და ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, ძალიან რთული არის ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. კი, მით უმეტეს, როდესაც გაუარესებულია ასევე კანონმდებლობა და დამკვირვებლების თვალსაზრისითაც არის პრობლემა. ანუ ასეც, ხო, ამაზეც არის, ხო, საუბარი, ანუ საუბარი არის დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე არასამთავრობო სექტორზე და ასე შემდეგ და მთლიანობაში ახლა, როდესაც ესეთი გარემოა, აქვს თუ არა არის თუ არა მოლოდინი, არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ რაღაც თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ნორმალური არჩევნები, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ზოგადად არჩევნებზე არის საუბარი არის იმაზე, რომ ინსტიტუტები ასე თუ ისე, ხო, მე ხა გასაგებია, რომ შეიძლება იდეალურად ინსტიტუტებმა არ იმუშაონ, მაგრამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვანია და დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანია, როდესაც ყველას დევნი ცხადია და მათ შორის ოპოზიციამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა თუ ციხეში იქნება, აბა რამდენი არჩევნები იქნება, ხო? ამიტომ ამაზე მადლობა, ეკა, პრინციპში გზავნილები გასაგებია, დაასრულეთ წინადადება და დაგემშვიდობებით. ხო, ანუ რაც შეეხება გაერთიანებას, ზოგადად ამაზეც რა თქმა უნდა, ყველა საუბრობს და გამოცდილება ანახებს, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ მთლიანად საზოგადოების გაერთიანება, როდესაც აი ესეთ რთულ ბრძოლაში ხარ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხომ? ახლა როგორ გავერთიანდებით, რა საკითხზე გავერთიანდებით, ერთ საკითხზე, ორ საკითხზე თუ სამ საკითხზე, ეგ უკვე რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არის, მაგრამ ის რომ კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ის რომ გაერთიანება უნდა მოხდეს და კოორდინაცია უნდა მოხდეს ასეთი ტიპის ბრძოლაში, ეს არის მნიშვნელოვანი და არაფერი ახალი ამაში არ არის, ჩვენც ეს ყველაფერი ვიცით და ჩვენ უბრალოდ ეს უნდა გავაკეთოთ. მადლობა ძალიან დიდი.